ბოსტონსა და ნიუ-იორკში კი ქართული ღვინის პრეზენტაცია დეგუსტაციები გაიმართა. ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესწრებოდა. ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში Boston Wine Expo ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სულ ქართული ღვინის წარმოებელი 18 კომპანია იყო წარმოდგენილი. Boston Wine Expo წელს 26-ით ჩატარდა და მას ტრადიციულად რამდენიმე 1000 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელია და მედიის წარმომადგენელი. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყო 1000-ობით დასახელების ღვინო წარმოდგენილი და ამ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი დეგუსტაცია სემინარი, პირველი ღვინის იმპორტიორების და მეორე თავად ღვინის დამფასებლებისა და მოყვარულებისათვის. ინტერესი ამ ღონისძიების მიმართაც, როგორც ამბობენ, განსაკუთრებით დიდი იყო და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ამ ყველაფერთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქართული ღვინოს ამერიკის ბაზარზე დამკვიდრების კარგი პოტენციალი არსებობს.